რატომ ჩაბნელდა 25 ივლისს მთლიანი საქართველო ამის გამომწვევ მიზეზებზე პირველადი ანგარიში მოვისმინეთ სწორედ სემეკის დღევანდელ სხდომაზე მთავარი კერა როგორც დღეს გაირკვა იყო ელექტროგადაცემ ხაზ იმერეთზე და ამის შემდეგ უკვე დაიწყო ამ შემთხვევაში არ იმუშავა გამორთვის სისტემა და ამის შემდეგ დაიწყო უკვე კასკადური ჩაბნელებები ვერ იმუშავა ენგურჰესის დაცვის სისტემამაც და მთლიანი საქართველო 25 ივლისს გამთენიისას მეორეჯერ ჩაბნელდა. როგორც გითხარით, ეს არის პირველადი დასკვნა. ახლა სემეკი ელოდება ელექტროსისტემიდან დამატებით დოკუმენტაციას და ამ დოკუმენტაციების მიღების შემდეგ უკვე იქნება საბოლოო ანგარიში და გამომწვევი მიზეზები და რა უნდა გაეკეთებინა ელექტროსისტემას. სწორედ აქ იქნება საუბარი. როგორც დღევანდელ სხდომაზე მოვისმინეთ, გარკვეული ხარვეზები, რაც დაფიქსირდა, პრევენციული ღონისძიებები რამდენად იყო შესაძლებელი რომ გატარებულიყო, სწორედ ამის შესახებ საუბრობდნენ პირველად ანგარიშში. ელექტროგადაცემ ხაზი იმერეთი ფესარგულის ზესტაფონი 500-ის მხრიდან გამოირთო 104 მილიწამში, ხოლო ენგურჰესის ფესარგულის მხრიდან 797 მილიწამში. აღნიშნულიდან გამომდინარე, სავსებით შესაძლებელია, რომ 500 კილოვოლტის ძაბვის ელექტროგადაცემ ხაზი იმერეთზე მომხდარ ავარიას გამოიწვია აზერბაიჯანთან დამაკავშირებელი ხაზების ავარიული გამორთვა. ელექტროგადაცემ ხაზი იმერეთზე განხორციელებულია დიფერენციალური დაცვა, რომელსაც უნდა ემუშავა ყისიერად. განსაკუთრებულ შემთხვევაში კი გამოიკვეთა ამაზე, რომ ელექტროგადაცემ ხაზი იმერეთის რელევური დაცვის ავტომატიკით გამიმუშავა არასწორად და დაგვიანებულად. ამ აღნიშნული მიზეზებს სწავლობს ჯგუფი და ველოდებით კიდე გარკვეულ ტიპის დოკუმენტებს. 2026 წლის 25 ივლისს მოხდა სასისტემო ავარია. მსგავსად 24 ივლისის ავარიისა ორი მიმართულებით დავიწყეთ შესწავლა. ეს გახლავთ საქართველოს და აზერბაიჯანს შორის კავშირის დაკარგვის ნაწილი და მეორე გახლავთ ენერგოსისტემის იზოლირებულ რეჟიმში მუშაობის ნაწილი. იმ შემთხვევაში, თუ ელექტროგადაცემ ხაზი იმერეთზე სწრაფმოქმედი დიფერენციალური დაცვები იმუშავებდა სწორად და თავისი პარამეტრების ფარგლებში, ამ შემთხვევაშიც არ იყო იმის ალბათობა ესეთი მაღალი, რომ მოხდარიყო აზერბაიჯანის სისტემიდან გამოყოფა. ენგურჰესის ჰიდროაგრეგატების ოსილოგრამების წინასწარი შესწავლისას გამოიკვეთა, რომ ადგილი ჰქონდა ძაბვის ავტომატური რეგულირების არასწორ მოქმედებას, რაც იწვევდა ენგურჰესის ქვესადგურში მაღალი ძაბვის სალტეზე ძაბვების გადააჭრას. ჯგუფმა ელექტროსისტემიდან ისევ ვერ მიიღო ინფორმაცია ძაბვის ავტომატური რეგულირების შემოწმების მეთოდოლოგიის შესახებ. შესაბამისად, სტანდარტული მეთოდოლოგიის არარსებობა ეჭვქვეშ აყენებს საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის მიერ ენგურჰესის აგრეგატებთან დაკავშირებით გაკეთებულ დასკვნებს. და ამრიგად უცნობია აგრეგატების გამართული მუშაობა ქსელის გარდამავალ რეჟიმებში, როგორც ცალ-ცალკე, ისე ერთობლივად. ეს არ არის დასკვნა. პაკეტის დამატებას არის ის ინფორმაციები, რაც ჩვენ მივიღებთ აქამდე და დავამუშავეთ, დამატებითი განმარტებები, რომელსაც ჩვენ მივიღებთ და ასე შემდეგ, შეცვლის ბუნებრივი ამ დასკვნა გაამდიდრებს კიდევ უფრო მეტად და მე უკვე ეს იქნება კომისიის გადაწყვეტილება. ელექტროსისტემა აღმოჩნდა უუნარო, ეს შეფასება აღმოჩნდა, რომ არის სრულიად მიუღებელი სახელმწიფო ელექტროსისტემისთვის და მისმა წარმომადგენლებმა ეს პრეტენზიები დღევანდელ სხდომაზე დააფიქსირეს, მათ მოუწოდეს სემეკს და მათ ხელმძღვანელობას, რომ მოზომილები იყვნენ შეფასებებში, ის იმათვის კატეგორიულად მიუღებელია, როდესაც უუნაროდ მოიხსენიებს სისტემას, რომელიც სემეკის შეფასებით ვერ მუშაობდა 24 და 25 ივლისს და სწორედ მათმა გაუმართავმა მუშაობამ გამოიწვია ორჯერ ქვეყნის ჩაბნელება. ეს ინასტარი შედეგები ჩირკს ხებს საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას, როგორც არაკომპეტენტურ და უუნარო ორგანიზაციის წარმოჩენა ხდება. სანამ წინასწარი შედეგები თუ ვიძახით ჩვენ იმას, რომ რაღაცა უნდა მოეხდინა, უნდა გვითხრათ კონკრეტულად მომხსენებელმა რა რეაგირება უნდა მოახდინა. რეაგირება ჩვენ განისაზღვრა, რომ არ იყოს პრობლემა ისევ ენგურჰესში ვერ მივიღებთ ჩვენ იმას, მადლობა შემითხოვნა იქნება, რომ გაითვალისწინოთ, სანამ ესეთ რაღაცას ვიტყვით და ვიღაცას დავაბარებთ. კიდაც პირველად ილაპარაკებაში ჯობია სამუშაოები არიგებს, ასე რომ კარგად გაუწურავთ. მადლობა. ამის დაფიქსირება მინდოდა. მადლობა. ყოფილა რამე დეფექტი ან სიგნალი, რომ
უწესრიგობა იყო აღნიშნულ სისტემაში, საქმეობრივი დაცვის სისტემაში ვიზახი ამ კონკრეტულ ელემენტზე. თუმცა რო გავაანალიზეთ, ქმედება იყო დაგვიანებული, დიფერენციალური დაცვის სრულყოფილ მდგომარეობაში ყოფ ელემენტს ესე არ უნდა ემოქმედას, რაფათ უნდა გამართულიყო. არვეზი დაფიქსირდა, როდესაც მიეცა განკარგულებები შემოწმებაზე ექსპლუატაციის რეგიონის სარეველო დაცვის ინჟინერს ტექნოლოგიურად დაპინგა, იპინგებოდა თქვათ ეს არხები. შემდგომ როდესაც გაუშვა სიგნალის გაშვების მომენტში ხარვეზე წამოვიდა, მაგნიტური სიგნალი წამოვიდა, ასე თქვათ, იმპულსში არსებულ დამონტაჟებულ რელედან. ელექტროსისტემის რამდენიმე წარმომადგენელი ესწრებოდა დღევანდელ შუალედურ მოხსენებას, თუმცა დღეს არ მოსულა სხდომაზე დავით ვარდიაშვილი, რომელიც მათი თანამშრომლობის ინფორმაციით ახლა არის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი, სწორედ ის ანაცვლებს ზარდიაშვილს, მანამ სანამ ის ოფიციალურად ჩვეულებაშია. ასევე ჩვენ დავინტერესდით, ჰქონდა თუ არა მათ კომუნიკაცია ახალ ხელმძღვანელთან, ან ასევე ვკითხეთ CEMEC-ის თავმჯდომარეს მათი თანამშრომლები იყვნენ თუ არა სულში გამოკითხვაზე. რა პასუხები მივიღეთ, ამას უკვე მაყურებელი შემდეგ გამოშვებებში ნახავს.